გამარჯობა. დღეს ვუღრმავდებით გეოდეზიას და ტოპოგრაფიას. აი იმ სახელმძღვანელოს მიხედვით, რომელიც გვაქვს. ხო, მართალია სტუდენტებისთვისაა, მაგრამ ნახოთ აბა, რა არის შენთვის აქ ყველაზე საინტერესო. მზად ხარ? კი ბატონო, მზად ვარ. ეს მასალა განიხილავს თუ როგორ ვსწავლობთ დედამიწის ფორმას, ზომებს, როგორ ვპოვულობთ წერტილებს და ვქმნით გეგმებს, რუკებს. საინტერესოა. და რაც მთავარია, გეოდეზია ხომ იცი ერთდროულად არის საბუნებისმეტყველოც და საინჟინროც, ანუ თეორიაცაა და პრაქტიკაც. ოკეი, დავიწყოთ აბა საფუძვლებით. დედამიწის ფორმა. მასალაში წერია, რომ ეს არც ისე მარტივი საკითხია, როგორც ჩანს ერთი შეხედვით, ხო? ნამდვილად. აი წარმოიდგინე დედამიწის ფიზიკური ზედაპირი. მთები, ხეობები, ოკეანეები, აი ამის მათემატიკურად აღწერა ფაქტიურად შეუძლებელია. ძალიან რთულია, ხო? ხო და, ამიტომ მიყენებთ მოდრეულებს. პირველი ესე იგი არის გეოიდი. ეს არის იდეალური ზედაპირი, რომელიც ემთხვევა ოკეანეების საშუალო წყნარ დონეს და აი თითქოს გრძელდება ხმელეთის ქვეშაც. აჰა, გასაგებია. მაგრამ გამოთვლებისთვის ეს გეოიდიც კი რთულია. მისი ფორმა არ არის მათემატიკური მარტივი. ანუ კიდევ უფრო ვამარტივებთ. საჭიროა რამე უფრო. კი, ზუსტად, ამიტომ ვიღებთ ბრუნვის ელიფსოიდს, ანუ სფეროიდს. ეს უკვე მათემატიკურად კარგად აღწერილი გლუვი ფორმაა. გასაგებია. რომელიც, მაქსიმალურად ახლოსაა გეოიდთან. შენს მასალაში ნახსენებია მაგალითად კრასოვსკის ელიფსოიდი. ეს წლების განმავლობაში სტანდარტი იყო ბევრგან, მათ შორის ჩვენთანაც. ხო, გამიგია. ძველ რუკებზე ალბათ ეგ იქნებოდა გამოყენებული. დიახ, დიდი ალბათობით. ბევრი ძველი რუკა სწორედ მაგ სისტემაშია. კაი, გადავიდეთ ისტორიაზე ცოტა. ერატოსთენე, მასალაში ახსენებ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დედამიწის რადიუსი გაზონა კაცმა. ეს ხომ რაღაც სასწაულია იმ დროისთვის. აბარა, მართლა შთამბეჭდავია, წარმოიდგინე სიტუაცია. მან შეამჩნია, რომ ზაფხულის მზებუდობისას ქალაქ სიენაში შუადღისას მზე პირდაპირ ჭაში ანათებდა, ანუ ზენიტში იყო. და იმავე დროს ალექსანდრიაში, რომელიც დაახლოებით იმავე მერიდიანზეა, მზის სხივები პატარა კუთხით ეცემოდა მიწას. რა საინტერესო დაკვირვებაა? და მანძილი როგორ გაიგო? აი, ეგ არის ყველაზე საინტერესო, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ შეაფასა აქლემების ქარავანების მოგზაურობის დროით და სიჩხარით. ვაუ! ხო, და ამ კუთხის და მანძილის გამოყენებით საკმაოდ, წარმოუდგენლად ზუსტად გამოთვალა დედამიწის რადიუსი თავისი დროისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სერიოზული გეოდეზიური ცდა. მართლა შთამბეჭდავია. კარგი, ფორმა გავიგეთ, მოდელებიც, ახლა კონკრეტული წერტილის მდებარეობა როგორ განვსაზღვროთ? აქ შემოდის კოორდინატები, ხო? დიახ, კოორდინატები არის ფაქტიურად წერტილის მისამართი დედამიწაზე ან მის მოდელზე. ყველაზე ნაცნობი ალბათ გეოგრაფიული კოორდინატებია განედი და გრძედი. კი, ეგ სკოლიდან გვახსოვს. ხო, განედი, ანუ ფი, ეს არის კუთხე ეკვატორის სიბრტყესა და წერტილის შვეულს, ანუ ვერტიკალს შორის. და გრძედი, ლამდა, არის კუთხე საწყისი, გრინვიჩის მერიდიანის სიბრტყესა და შენი წერტილის მერიდიანის სიბრტყეს შორის. ოკეი. მაგრამ მასალაში სხვა სისტემებზეცაა საუბარი, რაღაც მართკუთხა, პოლარული? კი. საინჟინრო ამოცანებისთვის, აი მაგალითად მშენებლობაზე, ან მიწის ნაკვეთის აზომვისოს, ხშირად უფრო მოსახერხებელია სხვა სისტემები. მაგალითად, მართკუთხა კოორდინატები X და Y. ბრტყელი სისტემაა ფაქტიურად. ანუ უფრო ლოკალური გამოყენებისთვის. დიახ, ლოკალური შედარებით მცირე ტერიტორიებისთვის. არის პოლარული კოორდინატებიც მანძილი და კუთხე საწყისი წერტილიდან. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ორიენტირება, ანუ მიმართულების განსაზღვრა. ამისთვის ვიყენებთ აზიმუტს ან დირექციულ კუთხეს. გასაგებია. და ამ ყველაფრის შედეგად ვქმნით გეგმებს და რუკებს. რა არის მათ შორის მთავარი სხვაობა? მასალაში ესეც დეტალურადაა ახსნილი. მთავარი განსხვავება არის მასშტაბში და იმაში, ვითვალისწინებთ თუ არა დედამიწის სიმრუდეს. გეგმა არის მცირე ტერიტორიის გამოსახულება, ვთქვათ, შენი სახლის ეზოსი ან ქუჩის. აჰა. აქ დედამიწის სიმრუდე იმდენად მცირეა, რომ უგულებელყოფთ. ვთვლით, რომ ტერიტორია ბრტყელია და პირდაპირ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ვაპროექტირებთ. ამიტომ გეგმები ყოველთვის მსხვილმასშტაბიანია, დეტალური. და რუკა უკვე დიდ ტერიტორიებს ეხება, ხო? ზუსტად. რუკა გამოსახავს დიდ ტერიტორიას, ქვეყანას, კონტინენტს, მთელს მსოფლიოს. აქ უკვე დედამიწის სიმრუდის უგულებელყოფა არ შეიძლება.
აბა როგორ, სფეროს ხომ ვერ გააბრდღელებ ისე რომ არ დაამახინჯო. სწორია. აი, წარმოიდგინე ფორთოხლის კანი რომ გაფցქნა და გააბრტყელო, აუცილებლად ან დაიჭმუჭნება, ან დაიხევა. იგივე ხდება რუკებზეც. ვიყენებთ სპეციალურ მათემატიკურ ხერხებს კარტოგრაფიულ პროექციებს, რომ სფერული ზედაპირი გადავიტანოთ სიბრტყეზე, მაგრამ ეს აუცილებლად იწვევს დამახინჯებებს. ანუ რაღაცას ვწირავთ. ან სიგრძეები დამახინჯდება, ან კუთხეები, ან ფართობები. გახსოვს მსოფლიო რუკებზე გრენლანდია რო აფრიკის ხელად ჩანს ხოლმე. კი, მახსოვს. ეგ სწორედ პროექციის შედეგია. რუკები როგორც წესი წვრილმასშტაბიანია. ორივესთვის გეგმისთვისაც და რუკისთვისაც უმნიშვნელოვანესია მასშტაბი, ანუ რამდენჯერაა რეალური ზომები შემცირებული ქაღალდზე. საინტერესოა. მასალაში ასევე დიდი ადგილი ეთმობა თარაზოებს, ანუ ნიველირებს. რატომ არის ეს ხელსაწყო ასეთი მნიშვნელოვანი? ცოტა ტექნიკური დეტალია, მაგრამ თარაზო, ეს არის ფაქტიურად სიმაღლეების განსაზღვრის და ჰორიზონტალურობის კონტროლის მთავარი ინსტრუმენტი. მის გარეშე ზუსტი მშენებლობა, გზების დაგება, აი ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა. ანუ იმისთვისაა, რომ რამე სწორად ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად დავსვათ. დიახ, და ასევე რომ განსაზღვროთ წერტილებს შორის სიმაღლეთა სხვაობა. ამ პროცესს ქვია ნიველირება. თარაზოს შიგნით არის სპეციალური მინის მილი სითხით და ჰაერის ბუშტით. კი, მინახავს ეგეთი. ხო, და მისი სიზუსტე დამოკიდებულია ეგრეთ წოდებულ თარაზოს საფასურზე, რაც უფრო მცირეა ეს საფასური, ანუ რაც უფრო მცირე დახრაზე რეაგირებს ბუშტის შესამჩნევად, მით უფრო მგრძნობიარე და ზუსტია თარაზო. ზუსტი სამუშაოებისთვის აუცილებელია მისი სწორი გასწორება, ანუ იუსტირება. მართლა გასაოცარია რამდენი პრინციპი, რამდენი დეტალია საჭირო იმისთვის, რომ უბრალოდ ზუსტად დავღწეროთ და გამოვსახოთ ჩვენი პლანეტა. ერატოსთენეს დროიდან დღევანდელ GPS ტექნოლოგიებამდე. თითქოს პრინციპები მაინც იგივეა, არა? ნამდვილად. და ეს, რაც ჩვენ ახლა განვიხილეთ, მხოლოდ საფუძველებია, აი ამ მასალიდან. მაგრამ დაფიქრდი, აი შენ, მსმენელი, როგორ გეხება ეს ყველაფერი ყოველდღიურად? ხო, აი ნავიგაცია ტელეფონში ალბათ. ნავიგაცია, ხიდები, გვირაბები, შენობები, შენი მიწის ნაკვეთის საზღვრებიც კი. ყველაფერი ამ ზუსტ გაზომვებზე და მოდელებზე დგას. ამ გაზომვების სიზუსტე პირდაპირ მოქმედებს ჩვენი გარემოს მოწყობაზე, უსაფრთხოებაზე. მართალია. და იქნებ შემდეგისთვის ღირდეს დაფიქრება, კიდევ სად ვხვდებით გეოდეზიის შედეგებს ისე რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. აი, დაფიქრდი ამაზე, ესეც ცალკე საინტერესო კვლევა შეიძლება გამოვიდეს.